მოგესალმებით მეგობრებო, რა თქმა უნდა, დღეს არის შაბათი საღამოს 9 საათი და დავდეთ ვიდეო, როგორც ყოველთვის დღევანდელ ვიდეოში გავსინჯავთ ყველაზე იაფ და ყველაზე ძვირიან ბურგერებს და ჩვენთვისაც ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ყველაზე ძვირიანი ბურგერები არც ჩვენ არ გვაქვს გასინჯული მაკდონალდში, ვენდიში, KFC-ში და Burger King-ში. ანუ ყველაზე საინტერესო ლოკაციები ჩვენი აზრით. უნდა მივიდეთ თითოეულ ლოკაციაზე, უნდა ვიყიდოთ ყველაზე იაფიანი და ყველაზე ძვირიანი ბურგერები და შემდეგ დავსხდეთ და შევაფასოთ გემოს, ვიზუალის და ფასის მიხედვით. ასე შეგახსენებთ, რომ ორიესაის მეგობარი კომპანია არის კარგი. წავედით. ეხავთ მაკდონალდსთან და ვნახავთ ყველაზე იაფ და ყველაზე ძვირ ბურგერს, სხვა შორის მე არ ვიცი, რომელია ყველაზე ძვირიანი ბურგერი და ამო შევამოწმოთ. მოკლედ, ახლა შევუკვეთოთ, მივიცოთ გატანით და შევიდეთ სენდვიჩებში. ყველაზე იაფიანი არის მაგ ტოსტი, მაგრამ ეს არის ტოსტი, მგონი ყველაზე იაფიანი არის mini chicken და 5.50. ავიღოთ 1 mini chicken-ი და მაინტერესებს ახლა რომელი არის ყველაზე ძვირიანი ბურგერი მაკდონალდში. შენი აზრით რა ღირს ყველაზე ძვირიანი ბურგერი მაკდონალდში? რავი, 14 და 50 იყოს. ჩემი აზრით ყველაზე ძვირიანი ბურგერი მაკდონალდში შეიძლება ღირდეს 20-დან 25 ლარამდე. არ გამორცხვა 27 ლარსაც. აი, წავედით, ახლა აქ რეალურად ფასების მიხედვით არის და ვნახოთ 19 და 45 Grand Gourmet. Let's go. ესეც ასე. მოკლედ მეგობრებო, მოდით KFC-ში და ახლა შევუკვეთოთ ყველაზე ძვირიანი და ყველაზე იაფიანი ბურგერი. წასაღებად. ბურგერები, წლები, მიდი. მოკლედ ყველაზე იაფიანი ბურგერი არის ეს, burger barbecue ცხარე. შესრულებულია. შენი აზრით ყველაზე ძვირიანი ბურგერი რა ღირს KFC-ში? ჩემი აზრით ისე ვიტყვი 15 ლარს. ჩემი აზრითაც დაახლოებით ეგრე უნდა იყოს. 15-20. ორმაგი შეფბურგერი 10 თეთრად. 20 ლარი გადავიხადეთ ახლა აქ. 25 ლარამდე გადავიხადეთ მაკდონალდსში. გამოდის რომ 5 ლარით იაფ გამოვიდა. მოდის ნახოთ ყველაზე იაფიანი და ყველაზე ძვირი ბურგერები ვენდიში. პირველად ვუკვეთა ვენდიში აქედან სხვათა შორის. წაღებით ბურგერები. ჰამბურგერი არის ყველაზე იაფიანი, რომელიც ღირს 5 და 75 მეგობრებო. მოდი ავირჩიოთ ერთი ჰამბურგერი. და ყველაზე ძვირიანი ჩემი აზრით ღირს 20 ლარი აქაც. შეიძლება 25-ის ღირდეს. რაღაც აი ძალიან ბევრი ბეკონები და რაღაცები აქვს ხოლმე ხანდახან. ჩემი აზრითაც 20 ლარი. ოკეი, ეს ავირჩიეთ და ოპა, ყველაზე ძვირიანი ბურგერი არის სტაკის ბურგერი, რომელიც ღირს 15 და 95 და სტაკისი არის ჩიპსი და ალბათ ჩიგი გაქვს რა. ეს ასე მეგობრებო, გამოვიდა 21-ის და 70-ის და ნახოთ. და ბოლო ლოკაცია იქნება Burger King-ი. ორივე მაინტერესებს მე იაფიანი ძვირიანიც, იმიტომ რომ ერთხელ მაქვს გასინჯული და ძალიან ადრე წავედით ახლა. გვინდა რომ ყველაზე იაფიანი და ყველაზე ძვირიანი მარტო ბურგერი გავსინჯოთ თქვენთან. მეგობრებო, აღმოჩნდა რომ ყველაზე ძვირიანი ბურგერი ღირს 26 და 50, ანუ 4-ვე ლოკაციაზე ყველაზე ძვირიანი ბურგერი აქ იყო და ყველაზე იაფიანი 5 ლარი. წავედით ახლა ავიღოთ ყველა შეკვეთა. მოკლედ მეგობრებო, მაკდონალდის ბურგერები უკვე ავიღეთ და ახლა მივიდივართ KFC-ში. წავედით. ზალივართ. მადლობა. ესეც მეგობრებო KFC, სადაც უსაყვარლესი სტაფი ყავთ, იმიტომ რომ მივედით და ძალიან გვიყვართ ქართულად ჩაგვეხუწნენ და სულ ესე სიტუაცია სიტყვოთი გამოგვატანეს და იმედია ბურგერები ძალიან მოგვეწონება. წავედით ახლა ვენდისში. დროის კუთხით მაკდონალდსმა და KFC-მ მშვენიერ დროში რამდენიმე წუთში მოამზადეს და ახლა ველოდებით ვენდის და Burger King-ს. ყველაზე ძალიან მაინტერესებს Burger King-ის ბურგერი, იმიტომ რომ ღირს 26 და 50, ანუ ეგეთი ძვირი ბურგერი არც მაკში არ იყო, არც ვენდიში და არც KFC-ში. ძალიან მაინტერესებს. ბავშვობაში მე უფრო ადრე ვისწავლე თასმის შეკვნა, ვიდრე გეილამ და წინო და ხოლმე გეილა, როდესაც მე ვკრავდი თასმას და ის ვერ ანუ ხდებით რომ ბოღმიანი ბავშვი იყო, იმედია დღესაც ბოღმიანი არა, იმიტომ რომ ანუ როდესაც ადამიანი იძლება და კიდე ბოღმიანია, ცოტა საშიშია. აქ არის ყველაზე ძვირიანი ბურგერი და მგონი ვენდისიც გამზადდა. ეს ასე მეგობრებო, 8-ვე ბურგერი არის ჩვენთან და ეხლა უნდა წავიდეთ, დავაგემოვნოთ და შევაფასოთ. წავედით? კი. ვაგრძელებთ ვიდეოს მეგობრებო. მოვიტანეთ ახლა გვაქვს 8 ბურგერი და დავიწყებთ გაგემოვნებას. პირველი იყოს, მოდით, მაკდონალდსი და დავაგემოვნოთ ორივე ბურგერი. ყველაზე იაფიანი და ყველაზე ძვირიანი. დავიწყოთ მეგობრებო იაფიანი mini chicken-ის ბურგერი. ზოგადად რა უჩვეულებრივია? ისე არაფერი არ ჭირს. ანუ მე მაგალითად ყველა ბურგერი მიყვარს, ამიტომაც არაფერს არ დავიწუნებ, ყველაფერი კაია უკვე ვიცი. ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ბურგერია mini chicken-ი და აი ვაღმერთე უბრალოდ. ვიზუალურად დაუწერდი, რავი, ანუ 9 ქულას, გემოს დაუწერდი 9 ქულას, აი რა გავაკეთო, ძალიან მიყვარს. და ფასიც საკმაოდ ნორმალურია. თან გემრიელი არის, მე ზუსტად ეგრე უწევ. Grand Gourmet არ გამისინჯავს.
ყველაზე ძვირიანი ბურგერი, ვიზუალურად არის ძალიან განსხვავებული. Grand Gourmet. ესეთი ბურგერია. ძალიან ლამაზია. ვიზუალურად საკამაოდ კარგია. რაღაცა უცხო соуსი აქვს, ძალიან საინტერესოა. გემო ძალიან მაინტერესებს. ძალიან დიდი ბურგერია. ძალიან საინტერესოა. აია? აქ კიდე რაღაც соуსი აქვს. ძალიან ცნაურობა ხომ? რაღაც თეთრი соуსი აქვს, არ ვიცი. შვენიერი არა? ვიზუალურად დაუწერდი 10-დან 10, იმიტომ რომ არ ველოდი, ძალიან ლამაზია, პური ძალიან ლამაზი ქონდა. გემოს დაუწერდი 8 ქულას, იმიტომ რომ რაღაცნაირი ოდნავ მოცხარ соуსი აქვს და ცოტა არ მომეწონა. თუმცა და ფასს რაც შეეხება, გონი ცოტა ძვირია იცი? იმიტომ რომ ერთი ხორცი აქვს და თუმცა ძალიან განიერია. ნორმალურია. ოკეი, ეს იყო მაკდონალდსი. ვაიმე, ზედგა დავისხი. აი მე მოდის. მოდის. მაკდონალდსი მორჩა. მინი ჩიკენი ჩემი სიყვარულია და ეს ბურგერიც რავი, მშვენიერია, ვერაფერს დაუწვდე, მაგრამ აი თლად ჩემი არა. მოდი, ახლა გავსინჯოთ Wendy's. Wendy's-ის ყველაზე იაფიანი ბურგერი არის ჰამბურგერი 5 და 75 და ტაკის ბურგერი. არის ყველაზე ძვირიანი. 15 და 95 ღირს. ესე გამოიყურება ჰამბურგერი და ტაკის ბურგერი ძალიან საინტერესოა. ბურგერი, რომელშიც არის ჩიპსი, ხო? ხო რა. პირველ რიგში გავსინჯოთ ჰამბურგერი. ვიზუალურად რავი, ჩვეულებრივია. ხო, მაგრამ ცოტა ცენტრალია და რაღაც. აია. ნუ სტანდარტული ჰამბურგერია რა. გემოზე დაუწერდი 7.5-ს, იმიტომ რომ გაცივდა კიდეც. ვიზუალურად დაუწერდი 8 ქულას. ფასი 5 და 75, ძალიან ნორმალური ფასი აქვს. 8-9 ქულას დაუწერდი ფასაც და ეხლა გადავიდეთ ყველაზე ძვირიან ბურგერზე. აი, ამას ახლა მე გავსინჯავ მანნა პირველი, იმიტომ რომ ყველაფერში სინჯავ მგონი დღეს პირველი და მეც ახლა მე დაიცით. შევიდოთ ტაკისია. ვიზუალურად ძალიან რავი, ჩვეულებრივია, დიდად რა არაფერი არ ხდება. მაგრამ რავი, აბა ახლა გემოთი უნდა გავსინჯო და აი შიგეს ტაკისებიც აქ არის. ტაკისი მოყვა? და ცხარეს ხდის? თუ ბევრს ჩაიდებ, კი აბა, იმიტომ რომ მე ახლა ცოტა მომეკვი ჩამეცე. აი რაღაცნაირი გემოები ძალიან ისეთია რა, აი დგამაში გარფერი არ აქვს, შრალია და აი ცოტა ტაკისი უხდება. ეხლა მომედო აი გემომე. ტაკისი ძალიან უხდება და ძალიან ახალისებს ამ ბურგერის გემოს ჩემი აზრით. ანუ ისე არ იქნებოდა ჩემი აზრით ეგეთი გემო, იმიტომ რომ რაღაც რა თქმა უნდა, მაგიტო ქვია ტაკის ბურგერი. სხვადასხვა შეფუთვა აქვს ძალიან კარგი. ტაკის ბურგერის გემოზე დაუწერდი 8 ქულას, ვიზუალურად დაუწერდი ასევე 8 ქულას და ფასი 15 და 95, ძალიან ნორმალური ფასია, 9 ქულას დაუწერდი ფასს. ბოლოს გავსინჯავთ ყველაზე ძვირიან ბურგერს, რომელიც 26 და 50 ღირდა. მაქამდე კი მოდით KFC გავსინჯოთ. ძალიან დიდი ბურგერია, ყველაზე იაფიანი და ყველაზე ძვირიანი KFC-ის ბურგერები. 5 და 30 და 15 და 10. სხვა შორის პირველი მაკდონალდსის ფილიალი შეიქმნა 1940 წელს და KFC თუ არ ვცდებით 1952 წელს, ან 12 წლის შემდეგ, ხო? გავსინჯოთ ახლა KFC-ის ბურგერი, რომელსაც ქვია Burger Barbecue, ფასი 5 და 30. მოაჭამა გემრიელი მხარეები. მეც მინდა. მე ძალიან მომწონს და ვიტყოდი რომ აი რო შევადარო მაგალითად მაკდონალდსის mini chickens, ანუ ისიც ძალიან კაია, მაგრამ ხო ვერ ვიტყვი რომელი ჯობია. ჩემი აზრით ორივე ძალიან კაია. ძალიან მწარია. შენ ძალიან ბევრი соуსის მხარე შეგხვდა და მაგიტო თორე ჩემთვის არა. ჰა. მე შემხვდა ის რო რა ქვია, ჰალაპენიო თუ რაღაც. ხო. მოკლედ ამ ბურგერს დაუწერდი 9 ქულას, ვიზუალზეც, ფასზეც და გემოზეც. ეს არის ორმაგი შეფურგერი, ფასი 15 და 10. აუ, ამაში რა ხდება? ვისაც ჭამა ძალიან გიყვართ, ძალიან ბევრი ჭამა ვისაც გიყვართ, ალბათ ეს არის თქვენთვის. What? ვიზუალურად მგონია, რომ ამას უფრო დიდი პური უნდა კონდეს, იმიტომ რომ ფიზიკურად შიგნით რაც არის ის არ ეტევა. ანუ ხო ზედმეტად დიდია მგონი და ის უარდება, ანუ ძალიან დიდია ხალხო შიგნით არ ვიცი. მგონი ფილიალში რაც კი ქონდათ ყველაფერი უხდეს. აია, მე ცოტა ვიზუალში. ვიზუალურად დაუწერდი 7 ქულას
გემოზე დავუწერდი 8 ქულას, იმიტომ რომ მიყვართ მე ქათმის ბურგერები და ფასეც 8 ქულა. და მთავარი მეგობრებო, ყველაზე ძვირიანი ბურგერი აი არის აქ და ბურგერ კინგი ყველაზე მეტად მაინტერესებს, იმიტომ რომ არ ვჭამ ხოლმე. ამოიცა ეს ახლა მძიმეა. ვაიმე, აი წაიღო ხელი, მართლა ძალიან ძიმეა. და მე ამდენი რა აქვს. ეს არის ქათმის ბურგერი, რომელიც ღირს 5 ლარი და ეს არის სამმაგი პოპერი, რომელიც ღირს 26 და 50. ეს არის ალბათ ყველაზე დიდი ბურგერი, ამათ შორისაც მართლა ძალიან დიდია და ძალიან ძიმეა. მოდი ჩვეულებრივი ბურგერი გავსინჯოთ 5 ლარიანი. ვაუ, ვიზუალზე მშვენიერია. ძალიან საყვარელი ვიზუალი აქვს და მინი ჩიქენია რა. იქოს თევზის გემო აქ, თევზი ხო არა? ჰა? თევზია გოგო. ქათმის ბურგერიო რანაირად თევზი? თევზია გოგო. ქათამი და თევზი. ქათამი, თევზი. აი ქათამი ესეთია, აბა? თევზია. ვიზუალი მომეწონა. 8-9-ს დაუწერდი ვიზუალზე. გემოზე ანუ რავი, თუ თევზის ბურგერია მშვენიერია. თუ ქათმისა ვერ მივხვდი, ანუ თევზისა უეჭველი. რისი არის? ჩვენ ოპერატორო. დასტევს. ჩვენი ოპერატორი ამბობს, რომ თევზის გემო დასტევს და სად დასტევს? ანუ ბურგერს დასტევს თევზის გემო. ანუ მინდა რომ აი რაღაც ანიმაცია გაგოუშვათ. ბურგერს რომ დასტევს თევზის გემო, ის რომ მისდევს და ბურგერო გარბის. დღეს მე ყველაზე მეტად მაინტერესებს ეს ბურგერი რა. ძალიან დიდია ხალხო, აი სამმაგია და მაგიტო რა. არა, სამმაგი ეგრე მაკდონალდსიცაა ბურგერები, მაგრამ ანუ სიგანი აქვს ძალიან დიდი. ორტია ბიჭო. What? ანუ ეს მიტა სუფრაზე ყველაზე ყოფა. საოჯახო ბურგერია. მთელი ოჯახი შეჭამს რა. თავის შულებიანად, დედებიანად, ბაბებიანად, ნათესაოებით. ანუ სამი დიდი ხორცი აქვს ხალხ. 1 2 3 ახო ჭერჭერამ წაიღო ჩვენი ბურგერი. ჭიანჭველს ეყოფა და ყველასაც იმხელა. ანუ ცოტა შოქში ვარ იმხელა, ხო მართლა. აი საბურგერში რომ მიდიხარ და უდიდეს ბურგერს რო უკვეთავ, მაგაზე კიდე ორჯერ დიდია. მაქვს ძალიან დიდი ხელი და მთლიანი ჩემი ხელის ხელა. ანუ გემოზე ფრეშ გემო აქვს, იმიტომ რომ პომიდორი აქვს, მაიონეზი, ბევრი სალათის ფურცელი აქვს და 3 უდიდესი კატლეტი რა. სახლის გემო აქვს. გემოზე დაუწერდი 7 ქულას. ანუ ზომა რავი, ანუ შოქში ვარ მართლა, ბრავო. იმხელა, აი მართლა ყველა დიდი ბურგერო გინდა, ამაზე ნაკლები ალბათ არ უნდა მოგიტანონ რა. არა. ხო. საბოლოო ჯამში რო ვთქვათ, ეხლა KFC-ს თავის მიმართულება აქვს და თავის მიმართულებით მშვენიერი ბურგერები ქონდა, McDonald's-საც კარგი ბურგერები ქონდა და აი მივხვდით რომ ძალიან დიდი განსხვავებაა ხო ყველაზე იაფიანი და ყველაზე დიდი ბურგერს შორის. აი ეს რაღაც დაბალანსებული გემო მაინც იყო, მივხვდით რომ ყველაზე ძვირიანი იყო ის ბურგერი. სადღაც იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ ყოველთვის ყველაფერში მნიშვნელოვანი არის რაღაცა ბალანსი და მინიმალიზმი. Wendy's-ი ინოვაციურია ჩემთვის, ტაკის ბურგერი, აი მართლა მე მიჭამია მაგალითად სენდვიჩი, მე თვითონ გამიკეთებია ჩიფსით რა. და საინტერესოა იმ ადამიანებისთვის, ვისაც უყვარს ეს ჩიფსები და ამ შემთხვევაში ტაკისი და ბურგერ კინგმა გამოუგნა თავისი ზომით. ანუ 4-ვე განსხვავებული მიმართულებით ფიქრობ, რომ მშვენიერია. ის არის, რომ რაც ვიყიდეთ, მას მერე გავიდა დაახლოებით 20-25 წუთი და შესაბამისად ცოტა ცივიც იყო და დარწმუნებული ვარ, რომ თბილი უფრო გემრიელი იქნებოდა და უფრო შენარჩუნებული იქნებოდა ეს გემოები. მოდით ახლა წავიკითხოთ ტოპ კომენტარები და დღევანდელი ვიდეო დავასრულოთ. პირველი გამარჯვებული კომენტარი არის ილია ჯანიკაშვილის. მანანა და მართა გთხოვთ გადაიღეთ როგორ ვერთობით ეზოში ნაწილი 3. მეგობრებო გთხოვთ აიყვანეთ 100,000-ს გამომწერამდე, რომ უფრო სახალისო ვიდეოები დადონ და დალაიქეთ ვიდეოები. ძალიან დიდი მადლობა ილიამ და ავსებად გადავიღებთ მესამე ნაწილს. მეორე გამარჯვებული კომენტარი თაკო ლელაშვილი. ძალიან მიყვარს თქვენი ვიდეოები, ერთი სული მქონდა, როდის დაიდებოდა. ძალიან მიყვარხართ, ძალიან მაგრები ხართ, მიყვარხართ. ძალიან დიდი მადლობა თაკო, ჩვენ ძალიან მიყვარხართ და მესამე გამარჯვებული კომენტარი დაგვიწერა თამარ ქაძემ. მართა და მანანა ძალიან მიყვარხართ. გთხოვთ ყველა ვიდეოში გამოაჩინოთ გელა. დედა და თქვენი ბებია გთხოვთ ძალიან მიყვარხართ, ვიცი რომ ჩემი კომენტარი არ გაიმარჯვებს, მაგრამ მაინც ძალიან მიყვარხართ. აუცილებლად გამოვაჩენთ. მეც ახლა გელას დაურეკავ და გელა ვიდეოში უნდათ ითხოვე შენს გამოჩენას და თუ შეიძლება რომ ჩამოხვიდე რუსთავიდან თბილისში.
თბილისში ვართ, წითელ პარკში, საბურთალოზე. მოდის ერთი წამი, აი შენ რო იცი ხოლმე რა, რომ გადმოფრინდე. მოფრინავს. აი ნახეთ უბრალოდ ჯერ არ დაგიწერიეთ კომენტარი და არ გითქვამთ რომ ანუ ადამიანი ადგილზეა რა. გილოცავს თქვენმა კომენტარებმა გაიმარჯვა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ორიერთნაირის მეგობარი კომპანია Galpi და დღევანდელი ვიდეო დასრულდა. თუ მოგეწონათ დღევანდელი ვიდეო, აუცილებლად დალაიქეთ. აქ კიდე გამოჩნდება ორი ვიდეო და აუცილებლად უყურეთ ამ ვიდეოებსაც, იმიტომ რომ გონია რომ ეგეც მოგეწონებათ. ნახვამდის. კარგად.